შვედეთის ხელისუფლებამ საფრანგეთისგან 4 უმაღლესი დონის ავიამზიდის შესყიდვის გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა. სამხედრო ბრიგადი შემოკლებულად ცნობილია როგორც FDI და მრავალფეროვანი მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით არის გამორჩეული. მათ შორის არის მრავალფუნქციური შეიარაღება, საჰაერო თავდაცვითი სისტემები, კერძოდ ASTER-15 და ASTER-30 ტიპის რაკეტები, მესამე თაობის ფრანკო-იტალიური მოწინავე მსუბუქი წყალქვეშა ნავების საწინააღმდეგო ტორპედო MU-90, ასევე მრავალფუნქციური ციფრული რადარი, ხომალდის კორპუსზე დამონტაჟებული ჰიდროლოკაციური საშუალებები, ახალი თაობის რაკეტების გაშვების შესაძლებლობა და სხვა. ბრიგადის სიგრძე 122 მეტრს შეადგენს და მაქსიმალური სიჩქარე 50 კმ/სთ-ია. ეს გარიგება სტოკჰოლმს $4 მილიარდ მეტი უჯდება და მიმართულია ბალტიის ზღვის დაცვასა და შვედეთის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გასამაგებაზე. შვედეთის შეიარაღებულმა ძალებმა და თავდაცვის უწყების მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველომ გაანალიზეს სხვადასხვა ვარიანტი, რომელიც საერთაშორისო დონეზეა ხელმისაწვდომი და რომელსაც შეუძლია დააკმაყოფილოს შვედეთის ძალიან მაღალი სტანდარტები. ამ ანალიზის საფუძველზე ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება 4 ახალი ავიამზიდის შესყიდვის თაობაზე, რომელიც ნაწილია მსხვილი საერთაშორისო თავდაცვითი და სამრეწველო შეთანხმებისა. შვედური სტანდარტებისთვის ყველაზე შესაბამისი აღმოჩნდა ფრანგული ვარიანტი, რომელსაც FDI-ს უწოდებენ. ამ მოდნობის თანხას შვედეთი თავდაცვის ინდუსტრიაში 1980-იანი წლების შემდეგ პირველად ჩადებს. მოსალოდნელია, რომ სამხედრო ბრიგადების ნაწილს სტოკჰოლმი 2030 წელს მიიღებს. სკანდინავიური ქვეყანა, რომელიც ნატოს წევრია 2024 წლის მარტიდან აქტიურად მონაწილეობს ალიანსის სამხედრო მანევრებში, ზრდის თავდაცვის ბიუჯეტს და ნატოს წევრ სახელმწიფოებთან სამხედრო კავშირებს უფრო მეტად ამტკიცებს. მიმდინარე წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ შვედეთის სამხედრო სფეროს გაძლიერებისთვის 800 მილიონამდე ევროს გამოყოფას გეგმავს. სტოკჰოლმის ცნობით თანხა სრულად მოხმარდება საჰაერო უსაფრთხოებისა და დრონებისგან თავდაცვის მექანიზმების გაუმჯობესებას, რაც მოიცავს რადარებისა და საზეიმტო სისტემების დანერგვა განახლებას. ეს პროცესი 2027 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.